შენი ბრძოლა თუ ნახე? დიახ, რა თქმა უნდა, თანაც რამდენჯერმე. რას ფიქრობ მასზე, ახლა უკვე იცი. ცივ გონებაზე რომ შეაფასო, პრესკონფერენციაზე ვისაუბრეთ, მაგრამ მაშინ ბრძოლა ახალი დასრულებული იყო. რას ფიქრობ ბრძოლაზე? შენს თავში რა მოგეწონა ყველაზე მეტად? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გამარჯვება. მადლობა ღმერთს, რომ იმ ღამეს გამარჯვებული გამოვედი. თუ მკითხავთ, არის თუ არა რაიმე გამოსასწორებელი, გიპასუხებთ, რომ რა თქმა უნდა. მე შემიძლია ძალიან კრიტიკული ვიყოს საკუთარი თავის მიმართ. როდესაც ბრძოლას ვუყურებ, ამას ორი მიზეზით ვაკეთებ. ან ვუყურებ იმისთვის, რომ გამარჯვებით ვისიამოვნო, ან ვუყურებ იმისთვის, რომ შეცდომები ვიპოვო და გამოვასწორო. რა თქმა უნდა, შეცდომებს პოულობ და კიდევ კარგი რომ პოულობ. ასე რომ ძალიან მიხარია, რომ შემიძლია დავინახო ეს ხარვეზები და ვიცოდე, რომ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაუმჯობესებელი. გააკეთებდი რამე სხვანაირად. მაგალითად, პირველ რაუნდში ბრძოლას სხვაგვარად ხომას წარმართავდი. თუ კმაყოფილი ხარ იმ გეგმით, რომელიც გქონდა. მოდით ასე ვთქვათ. არ მიყვარს იმის თქმა, რომ რამე სხვანაირად გავაკეთებდი, რადგან სხვანაირად რომ გამეკეთებინა, შესაძლოა დასასრულით სხვანაირი ყოფილიყო. ამიტომ მოდით ასე დავტოვოთ. ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. მადლობა ღმერთს, რადგან საბოლოოდ გამარჯვება მოვიპოვეთ. თუმცა როგორც გითხარი, როდესაც ვიდეოს ვუყურებ და ბრძოლას ვაანალიზებ, ხედავ ისეთ დეტალებს, მაგალითად იმ მომენტში ეს რომ გამეკეთებინა ასე. ან იქნებ დარტყმა უფრო ზუსტი რომ ყოფილიყო. თუ ამ კუთხით ვსაუბრობთ, მაშინ კი, მაგრამ რეალურად არაფერს შევცვლიდი, რადგან როგორც თქვი, გავიმარჯვეთ. მაგრამ ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი და ამას აუცილებლად გავაკეთებ. ეს არის ყველაზე კარგი ნაწილი. წარმოიდგინეთ ამ ეტაპზე ბრძოლას რომ ვუყურებდე და ვამბობდე, რომ ყველაფერი კარგად გავაკეთე, მაშინ იქნებოდა პრობლემა. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ გასაუმჯობესებელი არაფერი აქვს, ფიქრობ, ეს უკვე დიდი პრობლემაა. შენს მომზადებაზე მინდა გკითხო. ამ შემთხვევაში ეს საკმაოდ სპეციფიკურია, რადგან წლის განმავლობაში არის მომენტები, როდესაც მწვრთნელი ხარ და არის მომენტები, როდესაც მებრძოლი ხარ. რამდენად ადვილია როლების ერთმანეთთან შეთავსება? ეს საერთოდ არ არის ადვილი. ბოლო დროს ისეთი აქტიური მწვრთნელი აღარ ვარ, როგორიც ადრე ვიყავი. მახსოვს წლები, როცა ჩემთვის მწვრთნელობა უპირატესი პრიორიტეტი იყო. მაშინ თითქოს ნელ-ნელა გვერდზე ვწერდი შეჯიბრებებს და 100%-ით ვიყავი ორიენტირებული სწავლებაზე. ახლის შესწავლაზე და იმაზე, თუ როგორ გადავწე სწორი გზავნილი სხვას. ეს დიდ ფოკუსს მოითხოვს, გარდა ამისა, როდესაც მწვრთნელი ხარ, გვერდზე უნდა გადავდო მებრძოლის ეგო. სწორედ ეს არის მთავარი ფაქტორი და სირთულე მწვრთნელისა და მებრძოლის როლებს ერთმანეთში არევისას. როცა მებრძოლი ხარ, ეგო ძალიან მაღალი გაქვს. გინდა იყო ნომერ პირველი, გინდა იყო პირველი ყველაფერში, გინდა მეტი ზიანი მიაყენო მეტოქეს და ასე შემდეგ. გინდა მწვერვალს მიაღწიო, მაგრამ როცა მწვრთნელი ხარ, უნდა იყო უფრო მომთმენი, უნდა ასწავლო, უნდა დათმო. ამიტომ ეს ცოტა რთულდება. რა თქმა უნდა, დონესაც გააჩნია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ ვისი მწვრთნელი ვიყავი, ეს მოითხოვს უდიდეს ყურადღებას, უდიდეს ფოკუსსა და მებრძოლის ეგოს სრულიად გვერდზე გადადებას. ამ დონეზე ამ ორ რამეს ერთმანეთში არევა შეუძლებელია, ან ერთში უნდა იყო, ან მეორეში. Tienes que ser más paciente, tienes que enseñar, tienes que ceder, ¿verdad? Entonces como que se hace un poquito difícil ser, como te digo también, depende del nivel. Pero bueno, teniendo en cuenta con quién estaba de entrenador, se requiere muchísima atención y muchísimo enfoque y dejar tu ego al lado totalmente del peleador, porque a esas alturas no puedes mezclar. Tienes que estar en una cosa. ეს კითხვა ბევრჯერ დამისვამს ილიასთვის შენზე, მაგრამ მინდა ვნახო შენას მეტყვი, როგორია ილია როგორც მწვრთნელი. მოდით ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ უნდა ვნახოთ ილია, რომელიც 100%-ით იქნება ფოკუსირებული მწვრთნელობაზე. ფიქრობ, მას როგორც მწვრთნელს კიდევ ბევრი აქვს საჩვენებელი და სასწავლებელი სხვებისთვის. გონია, რომ ის ჯერ არ არის იმ ეტაპზე, როცა ითქვის, მოჩა, მე ვასრულებ მებრძოლის კარიერას და მხოლოდ მწვრთნელობაზე ვარ ფოკუსირებული. ასე ვიტყოდ, ილიას გაცილებით მეტი აქვს სათქმელი როგორც მწვრთნელს. გეტყვით, რომ შესაძლებლობები და უნარები ნამდვილად არ აკლია, მას გამოცდილება.
mucho más que enseñar como entrenador, vamos a decirlo así. Porque capacidades te aseguro no le falta la experiencia, la exigencia, no le falta, ni se corta. დიდი წნეხი იყო შენზე, ბევრი მოლოდინი, რამდენიმე თვის შემდეგ კი UFC-ში 2-0-ზე ბალანსი გავს. ჩემი პირადი აზრით, ორივეჯერ ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა. დგება მომენტი, როცა ფიქრობ, ან ამბობ, ხომ გითხარით, რომ ეს ასე მოხდებოდა, თუ უბრალოდ კბები ამ ყველაფრით. საერთოდ არა. ასეთ რამეებზე ფიქრში დროს არ ვკარგავ. დილით იმისთვის არ ვიღვიძე, რომ ვინმეს რამე დაუმტკიცო. გაცილებით მნიშვნელოვანი რამეები მაქვს, რაზეც უნდა ვფოკუსირდე. ხალხს გონია, რომ წნეხის ქვეშ უნდა ვიყო. მაგრამ სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, ვისგან უნდა მოდიოდეს ეს წნეხი. მოლოდინები? ვიცი, რომ იყო მოლოდინები, მაგრამ არა მხოლოდ ხალხის მხრიდან, პირველ რიგში საკუთარი თავის. ჩემი წნეხი სხვების გამო კი არა, ჩემი მოლოდინების გამო იყო. ამდენი წლის შემდეგ, როცა აქეთ-იქით აწდები საკუთარ თავს ეუბნები, აბა ვნახოთ, ხარ თუ არა მზად ამ ყველაფრისთვის და სწორედ ეს დაუმტკიცე საკუთარ თავს. როგორც გითხარი, კიდევ ბევრი რამ მაქვს დასამტკიცებელი. ეს არ ნიშნავს, რომ უკვე ყველაფერი დავამტკიცე. გავაკეთეთ ის, რაც უნდა გავეკეთებინა. მადლობა ღმერთს. გვაქვს ორი გამარჯვება და ვფიქრობ, ეს ბოლო ბრძოლა საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. Eso es lo que, digamos, me he demostrado a mí mismo. Y como te digo, hay mucho más que demostrar aquí, ¿no? UFC ყატარის ეპიზოდი რომ შევაჯამოთ. ეს ჩემი პირადი აზრია და შემისწორეთ ვცდები. რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველაზე კარგი იქნებოდა ორი ფინიში, ორი ნოკაუტი ან რაიმე ეფექტური დარტყმა ფეხით. მაგრამ მე პირადად ვფიქრობ, რომ ის 30 წუთი, რაც ოქტაგონზე გაატარეს, საუკეთესო რამე იყო, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო ხანგრძლივი პაუზის შემდეგ. ფიქრობ, საკუთარი თავის გამოცდა და იმის ნახვა, რისი გაკეთება შეგიძლია ასეთი ძლიერ მეტოქეებთან ყველაზე მეტად გჭირდებოდა. ვიცი, კომენტარებში ხალხი დაწეს, არა, ნოკაუტით რომ მოეგო, უფრო პოპულარული გახდებოდაო. მესმის ეს, მაგრამ ნოკაუტებისთვის დრო კიდევ იქნება. Estoy totalmente de acuerdo. გეთანხმები, მეცაც გეტყვით. ამ ბრძოლის შემდეგ ინტერვიუებშიც ვამბობდი და ჩემს გუნდთანაც ვიძახდი. ღვთისმადლიერი ვარ, რომ ასე მოხდა. ჩვენ ხომ უფალს ძალას ვთხოვთ, ის კი ძლიერ ბრძოლებს გვიგზავნის, რათა გავძლიერდეთ. პირადად ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო ამ ორი სამრაუნდიანი ბრძოლის ჩატარება და მათი ასე დასრულება. მანამ სანამ ამ ორ ბრძოლას მსაჯების გადაწყვეტილებით მოვიგებდი, როცა ჩემი ძმის კარიერაზე ვსაუბრობდით, სულ ვამბობდი, რომ ილიას ბრძოლებიდან ყველაზე მეტად ჯოშ ემეტთან დაპირისპირება მომწონს. რატომ? იმიტომ რომ ეს იყო ბრძოლა, სადაც ვნახე, როგორც შეძლო ჩემმა ძმამ ოქტაგონზე 25 წუთის განმავლობაში ყოფნა და სხვა მებრძოლთან გამკლავება. როცა ადამიანთან ამდენ ხანს ხარ, ეს ჭადრაკის თამაშს გავს. შენს გავს დრო და მასას, რომ ბრძოლის მსვლელობისას კოლექტივები შეიტანო. როცა ნოკაუტი ან მახრჩობელა ილეთია, აქ გადაწყვეტილებების მისაღებად დრო აღარ რჩება. პირველი ორი ან მესამე რაუნდის გაძლება კი გეხმარება იმ თავდაჯერებულობის მოპოვებაში, რაც ასე გვჭირდება. ილიასთვის გადამტეხი მომენტი იყო ის, რომ საჩემპიონო ბრძოლამდე დასწმუნდა, მას ოქტაგონზე 25 წუთის განმავლობაში შეუძლია ჩხუბი. მე მანამდე არასდროს მიჩხუბია 3 რაუნდი და ეს ორი ბრძოლა ჩემთვისაც ასევე გამოცდილება იყო. sido un momento súper decisivo en su carrera de poder, antes de pelear por el cinturón, poder ver que él podía estar dentro de la jaula 25 minutos. Y eso es lo que porque yo no había peleado nunca 3 asaltos. Y para mí ha sido como estas dos peleas, tú puedes. ერთ-ერთი გზავნილი, რომელიც შენი ბრძოლის შემდეგ ხშირად მესმოდა, იყო იმით გაცრუება, რომ ფინიშით არ დაასრულეს ბრძოლები. და მსგავსი რამ, რაც ფიქრობ, როცა ასეთი კომენტარებს კითხულობ. ჩემი აზრი უკვე გითხარით. ფიქრობ, რომ ეს ორი შესანიშნავი გამოსვლა იყო და ნამდვილად გამოგადგება, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ასეთ აზრებს გამოთქვამენ. სიმართლე გითხრათ, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ გულშემატკივრები და არ აქვს მნიშვნელობა ეს შერეული ორთაბრძოლებია, ფეხბურთი თუ სხვა რამე, ყოველთვის გამონახავენ სათქმელს. კარგი იყო, მაგრამ ყოველთვის იქნება ეს მაგრამ. ამიტომ ვფიქრობ, მათ უნდა გააგრძელონ ის, რასაც აკეთებენ. სიმართლე გითხრათ, კარგ სიტყვიან თუ ცუდს, მთავარია რომ საუბრობენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, შემეძლო თუ არა ბრძოლის ფინიში დასრულება? შესაძლოა შემეძლო, მაგრამ ბრძოლა ასეც არ იმასდა. ბეგზატი ძლიერი მებრძოლია, სერიოზული მეტოქია. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. მე აქ იმისთვის არ ვარ, რომ ვინმე რამეში დავარწმუნო. Así es como se dio la pelea. Begsat Almadkhan es un peleador, es un gran rival. ¿No? Yo creo que era una victoria importante y esto no es para convencer absolutamente a nadie, pero hay que dar მეტოქესაც უნდა ვცეთ პატივი. ვფიქრობ, საერთოდ ჰქონდა იმის მიზეზი, რომ ფინიშისთვის მებრძოლა და მეჩქარა. რატომ უნდა ვფორიაქებულიყავი? უბრალოდ მინდა ვიკითხო რა არის მთავარი მიზანი? მოგება. იყო ნოკდაუნი, იყო მახრჩობელა ილეთის ცდილობა. იყო დარტყმები მისი გათიშვის განზრახვით, მაგრამ იმ მომენტში დარტყმა ბოლომდე არ გაჭრა, თუმცა მადლობა ღმერთს, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა. ფინიში ან მახრჩობელა ილეთი შემდეგ ბრძოლებში იქნება. საუბარი როგორც უკვე ვთქვი, ძალიან ადვილია, მაგრამ როდესაც გალიაში ხარ, იქ ყველაფერი იცვლება. აკლია თუ არა მათ გამოცდილება? შესაძლოა, მაგრამ ვფიქრობ, ხალხმა უნდა ილაპარაკოს. ყოველთვის უნდა იყვნენ ისინი, ვინც კარგს ამბობენ და ისინი, ვინც ცუდს. Falta experiencia, pues quizás, pero como te digo, yo creo que tiene que hablar, siempre tiene que haber los que hablan bien, los que hablan mal y nunca, recuerda lo que te digo. Incluso en la ჩემი ძმის შემთხვევაშიც კი, რომელიც ასეთ სიმაღლეზეა, ხალხს ყოველთვის აქვს რაღაც სათქმელი, მუდამ გამოჩნდება ვინმე სხვა, ვისთანაც ის უნდა გამოიცადოს. ავიღოთ მაგალითი. ილიამ ახლა რომ არმან ცარუკიანთან იჩხუბოს და ნოკაუტში ჩააგდოს, მაინც იტყვიან. აი ნახავ, ახლა მეორესთან რომ მიჩხუბებ, იქ რა მოხდებაო? მათ ბოლომდე ვერასოდეს დააფურებ. ეს გავს პროცესს აჭმევ, მათ კი შიმშილი უძლიერდება და ბოლოს შენი შეჭმა უნდათ. აჭმევ და ისევ ჭამა უნდათ. მაგრამ ამაში ცუდი არაფერია, ჩემთვის ეს მისაღებია. მომწონს, როდესაც მოლოდინები არსებობს, რომ უნდა დამეფინიშებინა. კარგი იყო, თუმცა არ მინდა მთელი ყურადღება მხოლოდ იმ ხალხს დავუთმო, ვინც ასე საუბრობს. მინდა მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც შენსავით ერკვევა საბრძოლო ხელოვნებაში. ესმის რა მოხდა იმ ღამეს ოქტაგონზე და მხარს გვიჭერს. მადლობა მათ. Bueno, como tú dices, ¿no? Que tienen ese conocimiento dentro de las artes marciales y saben lo que sucedió esa noche y bueno, nos apoyan. Darles gracias.